ასეთ გოლს FIFA-ს ვერცერთ ვერსიაში ვერ შეასრულებ. თუმცა ამეკარემ შეძლო და რაღაცნაირად ბურთი აერია პენალტის ნიშნულში. ნახოთ ვიდეო. ეს გოლი უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, რადგან მეკარეებმა მსგავსი შეცდომები არ დაუშვან. Der Jemi ist ein ganz anderer Typ. Am Trainingslager 2 Niederlagen und jetzt hier dieses Ding, ein Geschenk für Nilsson. Der ist auch ნამდვილად არ ვიცი ამ მომენტზე რა უნდა ვთქვა, მაგრამ ამ მეკარეს მატჩის შემდეგ აუცილებლად კარგი, მეკარეები გავიგეთ, რომ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ მოდი ვნახოთ რა საკეთებენ შემტევები. მერე რა, კაცო, მის კარში ხო არ გასულა გოლი. თუმცა მე მახსენდება ერთი ბაიერნის ფეხბურთელი, ახალგაზრდა ტალანტი, ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე ითვლებოდა, რომელმაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მოდი ვნახოთ ვიდეო. Joshua Zirkzee makes it 2. Oh no! Oh my word! Well, how on earth can you not score from there? აი ეს მომენტი გახდა ამ ადამიანის კარიერაში გადამწყვეტი. რადგან თუ სწორად მახსოვს, ბაიერმა ეს ფეხბურთელი მალევე გაუშვა გუნდიდან და მის შესახებ არანაირი ამბავი არ მსმენია. Can you not score from there? აი მსგავსი გოლები კი FIFA-ში ნამდვილად გადის უბრალოდ ძალიან იშვიათად. Ronaldo looking for the shooting gap. For the goalkeeper. Oh no! Oh no! Oh no! ამ გოლის რეალური მიზეზი კი არის ის, რომ რონალდოს დარტყმული იყო და მორჩა. ის ხო მიღბლიანია, მას ხო მარტო პენალტები გააქვს. ხო და ამ მომენტშიც დაარტყა და უბრალოდ გავიდა რა გოლი. Looking for the shooting gap. For the goalkeeper. Oh no! Oh no! Oh no! ნახოთ შემდეგი ვიდეო. შენც ისე ფიქრე რაც მე ხო? ტიპმა უეჭველი მოწია მაჩამდე, იფიქრა რომ მაგრად შევბერავთო დღესო, თუმცა საქმე ტრაგისკენ წავიდა. მისი გუნდი აგებს, ეს იზმენებში ვარდება, ცუდად ხდება და წყალს ასხავენ თავზე, რომ გამოაფხიზლონ. ტიპმა ლამის გაკრიჭა. მოდი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა რა. ამ ხელა მწურთნელი კაცი, მილიონობით ადამიანი გიყურებს. უამრავი კამერა გიღებს, შენ კი ამ დროს რას აკეთებ? ფუფ. მოდი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. Straight to Wilson. Going to do it all on his own here, Callum Wilson. Oh, Baniashil has given it to him and Wilson stuck it in for 1-0. ეს ისეთი გოლია, მესისაც რო შეშურდება. აი მსგავსი გოლები კი FIFA-ში უამრავი არის და ძალიან ბევრია. Going to do it all on his own here, Callum Wilson. Oh, Baniashil has given it to him and ამ ფეხბურთელმა ყველაფერი მილიწამებში, სანტიმეტრებში და მილიმეტრებში გათვალა, რომ ეს გოლი გაეტანა და დაუფასოთ ახლა ადამიანს. მოდი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. Kauno Žalgiris, tiksliau Vilniaus Žalgiris istorija keliaudavo toli, o čia iš tikrųjų štai tokia situacija. ერთი კითხვა გამიჩნდა ამ მომენტთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ. ნუ ის გასაგები არის, რომ მცველმა გაიტანა ავტოგოლი ამ შემთხვევაში, რადგან მეკარემ დაარტყა, ბურთი მოხვდა მცველს და გოლი გავიდა კარში. და ეს გოლი ჩაერთვლებოდა რა თქმა უნდა მცველს, რადგან ბოლო მას მოხვდა ბურთი. Vilniaus Žalgiris istorija keliaudavo toli. ჩემი კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში. ეთვლება თუ არა ასისტი მეკარეს, რადგან მან ხო გააკეთა იდეაში ასისტი და იმან გაიტანა. Kauno Žalgiris, tiksliau Vilniaus Žalgiris istorija keliaudavo toli. ანუ ეხლა მე რო ფლეშ სკორსზე ეს თამაში ვიპოვო, იქ უნდა ეწეროს, რომ ასისტი გაუკეთა მეკარემ და ამან გაიტანა ავტოგოლი. ვა, საინტერესოა. მოდი ვნახოთ მომენტი ქალების ფეხბურთიდან, სექსიზმში რო არ ჩამომერთვას. Motikova doesn't know what to do here. Oh, and it's in.
Beautiful defending by აქ უფრო რთულად არის საქმე ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა მეკარემ ბურთი გაარტყა თავში მცველს და გავიდა გოლი. წინა მომენტში ყველაფერი აშკარა იყო, მეკარემ გაარტყა მცველს და ბურთი გავიდა კარში. თუმცა ეს უკვე სხვა შემთხვევაა. ალბათ იფიქრებთ მეკარემ რატომ არ აიღო ბოლო მომენტში ბურთი ხელში. ჩემი მაყურებლის უმეტესობამ დარწმუნებული ვარ იცით ამ წესის შესახებ, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ფეხბურთში არის წესი, სადაც თუ მეკარეს თავისი თანაგუნდელი აძლევს პასს, მას ხელში აღების უფლება არ აქვს. Rio. The opening is well defended by Dudek. Oh, almost. Motikova doesn't know what to do here. Oh, and it's in. შეიძლება ამ მომენტში ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რომ თავისმა თანაგუნდელმა პასი გაუკეთა, მაგრამ თუ მეკარემ ესეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი ხელში არ აიღო, ესე იგი მისმა თანაგუნდელმა მიცა პასი. ასე რომ თლად მეკარეს ნუ გავწირავთ, საბოლოო ჯამში ორივე არის დამნაშავე. Rio. The opening is well defended by Dudek. Oh, almost. Motikova doesn't know what to do here. Oh, and it's in. აი ზუსტად ამ წესს აპროტესტებს ეს გოგონაც. ნახოთ ვიდეო. Keeps that ball in play, and it'll just be tidied at the back. It is a back pass though from a Jange. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა ის მომენტი, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ნახოთ ვიდეო. It is a back pass though from a Jange. ანუ ტიპმა შეაფურთხა, თან ზურგიდან შეაფურთხა. ჩემი გადმოსახედიდან ადამიანზე შებურთხება უფრო უარესია ვიდრე დარტყმა. ხო და ეს გოგოც ადგა და იმის ნაცვლად რომ ხელი დაერტყა, შეაფურთხა რა. ოღონდ შეფურთხებაზეც ხო გააჩნია. შეაფურთხა. ვა. ზოგადად ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანი წინასწარ აღნიშნავს გამარჯვებას. მოდი ვნახოთ ვიდეო. ამ მომენტში მთლად მეკარეს ვერ გავამტყუნებთ, რადგან მან მოიგერია ბურთი და გაიქცა აღსანიშნავად. მაგრამ ბურთმა და ფიზიკის კანონებმა ცოტა ხნით პაუზა აიღეს, გადაწყვეტილება შეცვალეს და მოხდა ის, რაც მოხდა. ეხლა გაჩვენებთ მომენტს და კომენტარებში დაწერეთ, უნდა ჩათვლილიყო ეს გოლი თუ არა. But Ivan Toney, after 19 minutes, is standing over this to try and mark his return with a goal. Here is Toney, and he's done exactly the same as he did last season. He's curled it round the wall and in to an unguarded. ფეხბურთელმა საჯარიმოსთან ახლოს ჯარიმის დროს სულ რაღაც მაქსიმუმ 5 სანტიმეტრით შეუცვალა ბურთს ადგილმდებარეობა. ჩემი აზრით, თუ ამ გოლს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა, მაშინ უნდა გაუქმებულიყო. რადგან ფეხბურთში ხშირად გვინახავს მომენტები, სადაც ბოლო წამებზე წყდება ყველაფერი. შესაბამისად, თუ ბოლო წამები არის მნიშვნელოვანი, ის 5 და თუნდაც 1 მეტრი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები გიყვართ? მე ძალიან მიყვარს პატარა ბავშვები. მაგრამ არის ბავშვების რამოდენიმე კატეგორია. წარმოიდგინეთ, რომ ხელში გიჭირავთ რაღაც სათამაშო და ამ დროს მოდის ვიღაც ბავშვი, რომელსაც ეს სათამაშო ძალიან უნდა. თუმცა იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გთხოვოს, რომ მომეცი სათამაშო, ის გახდება და უნდათ რომ წაგართვას. ამ დროს რას ვაკეთებთ? ხელს ვწევთ მაღლა, რომ უბრალოდ ვერ მიუწდეს რა ეს ბავშვი. და ესეც დგას ეს საწყლად. მოდი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. თუ მოგწონს მსგავსი ფორმატის ვიდეოებით, ხომ უნდა დაალაიქო ეს ვიდეო, კომენტარებში დატოვო შენი აზრი და აუცილებლად გამოიწეროთ არხი. ახლა კი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. ხშირად გვესმის ფრაზა, რომ მესი არის უცხო პლანეტელი. თუმცა არის მომენტები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის უცხო პლანეტელი ნამდვილად არ არის. თუმცა სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ ის ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდეს, რომ ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ ის უცხო პლანეტელია. ფეხბურთში არსებობს ერთი ოქროს წესი, რომ მეკარეს პასი კარებისკენ არასდროს არ უნდა მივცეთ. Gatti is not comfortable in possession and Gatti ამ ცველს კი უეჭველი მაყუთი ჰქონდა გამოზული და ავტოგოლზე ეწერა. წარმოიდგინეთ მომენტი, როცა ფეხბურთელი შემთხვევით ეჯახება მსაჯს, ის კი ძირს ვარდება და ცუდად არის. ალბათ იფიქრეთ რა არის ახლა ამ მომენტში ისეთი განსაკუთრებულიო. თუმცა თუ გიფიქრეთ იმაზე, ვინ უნდა გააჩეროს ამ მომენტში თამაში, ან ვინ უნდა ჩაფსვინოს საბსტონში. მოდი ვნახოთ ვიდეოს გაგრძელება.
ჩემთვის პირადად ეს მომენტი იყო დღევანდელ ვიდეოში ყველაზე სასაცილო. გადავედით შემდეგ ვიდეოზე. რამდენჯერ მოგიტყუებიათ თქვენი მეგობარი ხელის ჩამორთმევის დროს? ხელი რომ მოაქვს და თქვენ რომ ააცილებთ ან ესეთ რაღაცას რო აკეთებთ. მოდი ვნახოთ ვიდეო. შემდეგ ვიდეოში ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესები, მსაჯვა ყვითელი ბარათი მიცა, პენალტი დაინიშნა, ამ ფეხბურთელმა კი ეს ყვითელი ბარათი აიღო და შუაზე გახია. ნახოთ შემდეგ ვიდეო. Manny looking at the back post for Weller. He's on a hat-trick here. Can he make it through? Oh! Give it to Josh! Give it to Josh! Surely! Clattenburg wants a word with Fosh. Josh, you've got to take this! Hang on, what's going on here? The yellow card for... What? ხო, ნუ თავიდან მეც გაურკვევლობაში ვიყავი, თუმცა შემდეგ გავარკვია. ეს იყო მატჩი ცნობილი იუთუბერებს შორის, არაპროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რა თქმა უნდა და უბრალოდ ხუმრობა იყო, მეტი არაფერი. აი FIFA-ს იგივე FC25-ს ყველა თამაშობთ. რამდენჯერ გქონიათ მომენტი, როცა საჯარიმოდან იწყებ თამაშს, მეკარით აკეთებ პასს, აწვევი X და ამ დროს ბურთი შენ და უნებურად მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს მისდის. მოდი ვნახოთ შემდეგი ვიდეო. Easy! Oh, give it away for Anana and straight to Salt, who centers it. Duker is there! What a mistake from Andre Anana! ნუ კარგი, შეიძლება ჩვენ შეგვეშალოს და რაღაცა არასწორ ღილაკს დავაჭიროთ თამაშის დროს, მაგრამ ამას რა გაჭირს? მოგეწონა? კაია, ხოდ დალაიქე რა. ბარემ არხის გამოიწერე და კომენტარებში 1-2 სიტყვა რა რამე. მოკლედ მეგობრებო, დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. მოკლედ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, მოგეწონათ თუ არა მსგავსი სტილის ვიდეოები და უფრო ხშირად ვეცდები რომ დავდოთ ჩემს არხზე ვიდეოები. აბა ჰე, მომავალ შეხვედრამდე.